დავბრუნდით, მოკლედ, საოცარი სტუმარი ყავს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ქართული ესტრადის ლეგენდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და ადამიანი, რომლის ახალს არაერთი თაობა განსაკუთრებული სიყვარულით ახსენებს. დათო ფორჩხიძე. დათო ფორჩხიძე არის ჩვენი სტუმარი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სიახლეებით დაგვიბრუნდა ჩვენთან. მოგესალმებით. ჩვენ დიდი ოჯახის წევრია დათო, ჩვენი მეგობარია და გვიამაყება. არა, ჩვეულებრივი ადამიანი და შესანიშნავი ადამიანი და მე ვიყავი, უნდა ვთქვა აუცილებლად სანამ გადაცემა იწყებს და რაღაცა მუსიკალური ნომერი უნდა შეგვესრულებინა და რო გამოვიხედე და რო დავინახე რომ დათო იჯდა და დათო ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს კი არ დავმშვიდდი ანრი ისე ნერვიულდი კიდევ მეტი არ გეყორო და ერთი სიტყვა მათქმევინეთ მეთქი დავიწყე ფერება რომ თქვენ ყურებაში ვარ მე აქამდე მოსული და რაღაცა სმენა გაქვს და იმიტომ ანერვიულდი და მე რომ სმენა არა მაქვს იმიტომ დავმშვიდდი რომ ზუსტად იცოდი რომ ძალიან მაგათი ჩაწერე ძალიან გვიყვარხარ და ძალიან პატივისცემთ მოკლედ და მთელ შენ გზას გამოვლევს რა ხდება ამერიკაში როგორ მოიარე და როგორ ჩამოხვედი და რა ამბებით ჩამოგვიტანე ძალიან ესეთი კარგი კონცერტი ჰქონდა ეს პირველ რიგში გეტყვით რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა იმდენჯერ ჩამიარა გვერდი როდესაც მორიგი კიდევ ერთი საუბარი წამოიწყეს რომ აი ჩვენ გვინდა თქვენი კონცერტი ეს ეზოპესი გავისის ჰქონდა რა სინდრომი რა გასაგებ მეთქი კარგად ვანდებოდეთ და ბანზე უგდებ რა ხო სერიოზული ისინი გვაქვს რა ქვია მე ბევრი ვნახე ეგეთი მეთქი და თან ვინც იყვნენ ორგანიზატორები ორი მშვენიერი ქალბატონი იყო ტუტი მაცაბერიძე და ჩემი მოსწავლე პირველი ვოისის გამარჯვებული სალომე ქათამაძე გახსოვთ ხო ძალიან მომღერალი ნუ ეხა ის უკვე ანუ როგორც ესე იგი მაგარი ივენთების ესეთი ორგანიზატორი ამ პოზიციიდან და ნუ ეხა მე სერიოზულად არ ვერ ვუყურებ რა ხო ჩემი მოსწავლე შემეში შვილო დამანებე თავი ხო და ნელ-ნელა უკვე ვხვდები გამოაგზავნეს პეტიცია აი აქ უნდა შეხვიდეთ საელჩოში ესე მე მგონი რაღაც სერიოზულად დამზიმდა მოვლენები გასერიოზულდა ხო და მე ნელ-ნელა დაახლოებით სანამ საელჩოში შევიდოდი ერთი თვით ადრე დამეწყო ფიქრები რომ აი მართლა რო წახვიდე დაუშვი მე რო ნახო აი შენობა საიდანაც კინგ-კონგი გადმოხდა აი რას აპირებ რა და ვნახე ეს შენობა და კიდე სხვა შენობები და იცით რა არის მე გეტყვით აი ხა მე ჩემი მხრიდან მინდა ეს პატარა ბიჭი არა ვარ ხა ეს ჩემი ბავშვი მე როდესაც აი ესე იგი პატარა ვიყავი დედა ჩემი მასმენინებდა ჯოდასენს ან მამა ჩემი მასმენინებდა დაუშვათ ადრიანო ჩელენტანოს და როდესაც ვნახე დაუშვათ პარიზში მონმარტი ან ნოტრ-დამის ტაძარი ან შანზელიზეს ის ტრიუმფალური თაღი და სულ მათი ახალგაზრდობა ეს ნუ აი ნავი სენაზე არის რაღაც პატარა გენდი იქ ცხოვრობს პიერ რიშარი არ გამოდის იქ სახლი არა აქვს სენაზე არა იხა წარმოიდგინეთ მტკვარზე რომ ისინია რაღაცა კატამარანები ანუ ხო არის რაღაც ესე მოსიარულე რესტორნები გვაქვს ხო რაღაც ტივები ხო აი იქ რო ცხოვრობდეს დაუშვათ ხო ცხოვრობდეს რა ხო და ხო და ნუ ანუ ბოლომდე ესეთი ეგზოტიკა იყო მაგრამ ეს ჩემი არ იყო ხო გასაგები იგივე იტალიაშიც ანუ ეს არ იყო ჩემი ბავშვობა იყო მაიკლ ჯექსონი კი ბატონო სტივი ვანდერი და ჩემი თუპაკი იყო ჩემი ახალგაზრდობა და მე აი ჯეიზი და ალიშა კეისი და ის რაღაცა რკინა ბეტონის რაღაცა ძალიან მაღალი ცუდი შენობები აი ეგ იყო რომ აი ეგ რომ ეს უკვე ჩემი იყო რა და ეს რო ჩემი თვალით ამას რო ვეზიარე იცი რა არის ყველა ვინც იქ მხდებოდა ნუ ალბათ ფიქრობდნენ რომ ცოტა თავში არ ვიკავებდი თავს სპეციალურად გამოვხატავდი მაქსიმალურად რომ აი ეს რომ ამას რომ ეს რომ ნახე და თან მით უმეტეს რომ აქ კონცერტი მაქვს
აი კონცერტი სად ქონდა უკაცრავად რომ საინტერესო სივრცე იყო როგორც ვიცი და ძალიან ბევრი ღირსეული ჩვენ ვიცით რომ არაერთი ვარსკვლავი მღეროდა მან ლეიდი გაგა და მიკ ჯაგერის კონცერტი იყო როგორც ვიცით თქვენამდე ჩვენამდე კონცერტი იყო და აბრაცკი იქ ეს გამოხო ხო და ნუ ფარა მარტივად ამბობს ხო ნუ რა შეგრძნება მართლაც უწრფელად იცი როგორი რაღაც იქ არის მაგრამ აუცილებლად მაინტერესებს როგორი რაღაცა იცი ჩვენთან არის ანუ მე მქონდა ესეთი პირველად როდესაც ჩავედი ფესტივალზე მაშინ მხოლოდ რუსეთში დავდიოდით მეტი სივრცე არ იყო და როდესაც მე უნდა მემღერა რაღაც სიმღერა დამიყენეს აი აქ ჩვენს გვაქვს ახლა უკვე ჩვენს გვაქვს ეგ მონიტორი ხო იცით რა არის შენი ხმა იქვე გაიგო და იყო კომფორტში როგორც მომღერალი და როგორც კი ჩემი ხმა გავიგე და კომფორტი შემექმნა გავხევდი და ხმის რეჟისორს ვეუბნები ეს გამორთეთ და რატო უნდა გამორთოთ და ვერ ვეგუებოდი უნდა ანუ ყველაზე ცუდი მომღერალს რაც შეიძლება დაემართოს არის რომ ეს ხმა უნდა წავიდეს მოხდეს იქ კილომეტრში რაღაც ბეტონს იქიდან დაბრუნდეს და შენ ეგრეთ წოდებული დილით ანუ დაგვიანებულად ეს არის ანუ ამას მე კომფორტს ვეჩვეოდი დაახლოებით რამოდენიმე ხანი რომ ხო იმდენად ჩვენთან ხო და მაგრამ აი მე ხა ხმის ჩამწერი სტუდია სახშიც მაქვს შენ ჩემთან დამყოფი ხარ და იქ არის უნდა მოკვდეს ხო ბგერა და უნდა აი იქვე გებულობდე და შევდივარ უდიდეს ესე იგი სივრცეში ძალიან დიდ სივრცეში 2000 კაცი და მეტი ეტევა და ხმა საერთოდ ანუ ჯერ ნუ ლამაზი ძალიან ლამაზი და ვიცი რომ აქ ლეგენდები და სტივ ვანდერები და ვიღაცეები და თან აი ესეთი მივხვდი რომ ეს არის მუსიკალური ტაძარი რა და აქ მეც მიწევს გამოსვლა და დათოს ვეუბნებოდი ხუჯადეს რომ რა გვეღირსა მეთქი და მართლაც ამაყი ვიყავი იმიტომ რომ მოვიდა დაახლოებით იქი როგორ იყო იცით პირდაპირ გეტყვით რა რომ მიჭირს ახლა ამ თემაზე საუბარი მაგრამ ხელსაც გვიშლიდნენ ვიღაცეები რომ კი სერიოზული ის იყო რა ქვია და იყო რომ ესე იგი მე გავიგეთ გავიგეთ რომ ვიღაცეები ვინცაც ანუ არ ქონდა დაუშვათ წესრიგში დოკუმენტები ხსაუთები ხო გადაიფიქრეს მოსვლა და უფრო დიდი დარბაზის აღება შეიძლება და ისეთი დარბაზის აღება შეიძლება სადაც მართლა ჯეიზი და აი ბოლოს ანუ და იმის გავსებაც შეიძლება მაგრამ აუცილებლად მოხდება ეგ და არც აქ იყო ნაკლები ძალიან ბევრი ხალხი იყო მაგრამ ძირითადად ის მასა მოვიდა რომელიც ალბათ 90-იანებში ანუ ბოლოს ჩემ კონცერტზე იყო და წავიდა აი ბევრი მართლა ეგრე მეუნებოდა რომ აი შენ ხო იმის მერე იქ ცხოვრობს რა რამხელა ემოცია იქნებოდა და მე როგორ ვიყავი ეხლა თბილისში საქართველოში მაქვს ამის ბედნიერება პატარა ბავშვებიც მოდიან კონცერტზე და აი იცით ეხლა თქვენ რომ არ მიყვარს რაღაც თავის ქება და რაღაც მაგრამ აი ჩემი სიმღერები შეიძლება მე დიდი არავინ ჩემი სიმღერებს გამომართლათ ჩემი სიმღერები შეიყვარა ხალხმა და თაობები ზეპირად მღერიან რა და იმდენად განებივრებული ვარ რომ რაღაც მომენტში ვჩერდები ხოლმე და მე ესენი მაინც იმღერებენ აი ხა ეს 25 წლის წინ წასული ხალხი რა ემახსოვრებათ ამათ ვფიქრობ რა და პირველად სხვათა შორის არ ვაკეთებ ხოლმე და დათო ხუჯაძის სიმღერა გავტესტე რა ეს უარ მინდა რომ თუ ცუდად წავა საქმე მოდი ამით ესე იგი ზეპირად ხო იმღერეს მე მივაყოლეთ თოვლი მოსულა მე მივაყოლეთ როგორ მინდა მოგეფრო და წავიდა და ყველა სიმღერა ზეპირად რა თქმა უნდა მე ჩვენ ზღეროდით მაგრამ თავიდან უკრავდით და აბა იმღერეთ და აი ვინც იყვნენ ის ხმის რეჟისორები რომელთაც ეს კონვეირია ხო გუშინ ლედი გაგა იყო მე ვიღაც ქართველი ვიღაცა ჩამოვიდნენ საიდანღაც მე ვიღაც გამოვა ისევ დაუშვათ ეს რა ქვია
კენდრიკ ლემარი ან ვიღაც ხო? ხო და ნუ აი ეს ამათი სახელებიც კი არიციან ხო ვინც ვარ, მაგრამ აი გამოგხედეს რომ ეს რატო იციანო, იმიტომ რომ იცით რა არის ეგეთი რაღაცები ხდება ხოლმე განსაკუთრებულ რომ აი თლიანი კონცერტი მიტის მაყურებელთან ერთად. რა მაგარია. დაახლოებით ესე იგი წამოვიდეთ 14-15 სიმღერიდან 9-10 თავიდან ბოლომდე 20-იანი პროგრამა მაინც არის. ხო, თავიდან ბოლომდე, ანუ ორ-ორჯერ სიმღერა და მე როდესაც გამოვედი, ჩემი წინა სიტყვაობა იყო, რომ მე არ მაქვს ფუფუნება, რომ ჩემი მაყურებელი რაღაცებად დავყო და მე ყველას გიმღერით და ვისაც ოდესმე ახალი წელი აღნიშნავთ თოვლი მოსულასთან ან შეყვარებულისთვის როგორ მინდა მოგეფერო მე ყველას გიმღერით მეთქი ხა და ვინც მოისმინეთ მეთქი და ხო ესე პოზიციონირებ მე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა ბევრ რაღაცას, მაგრამ აი აუდიტორიას როგორი განწყობა ქონდათ, როგორი დამოკიდებულება ქონდათ, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა უკვე წარმომიდგენია დაახლოებით რომ ყველა სიმღერა ზეპირად იცოდნენ, რო თქვი. მეც ზეპირად ვიცი ეს სიმღერები, რაც ჩვენი ბავშვობა ნამდვილად არის. კი, ნამდვილად და მათ წარმომიდგენია რა რეაქცია იქნებოდათ, რომ აი ამის წინაშე დადგებოდნენ. აუდიტორიაზე ტრანსი, მანდ არის თავარი რაღაცა უხილავი ღილაკია, რომ ტრანსში რაღაც თქვენ იცით მსახიობები ხართ რომ აი რო შედიხართ, ხო? აი რო შედიხართ და რო აღარ თავი და სახელი და გვარი რო არ გახსოვთ თქვენი, ეგ ემართება პუბლიკას, როცა ის იწყებს, რატო არის კარაოკე ძალიან მოდაში, ხო? იმიტომ რომ თვითონ ანუ არიან ვიღაც ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც იცახიან, რომ მხოლოდ წიგნია იქ შენ მონაწილე ხარ და აი როდესაც მუსიკოსი გამოდის და მომღერალი გამოდის, იქ მაყურებელი ზის და ის მონაწილეობას აი თუ არ იღებს მონაწილეობას. ვამღერებ. მივხვდი რომ უნდა ვამღერო და ის უნდა კუნთები უნდა დაეღალოს. არა მარტო ცეკვით და უნდა იმღეროს და აქედან გამომდინარე აი შენ რო ის მას დააზეპირებინო ამას მთელი ცხოვრება უნდა მიიღო და მოვასწრო აუცილებლად. დათო ხუჯაძეზე უნდა გკითხო. მთელი ბავშვობა მოდიხართ ერთად ფაქტობრივად და მთელი ცხოვრება ერთად გატარებული. აუცილებლად უნდა გკითხო. როგორ იყო ხა თქვენი ერთობლივი ეგრეთ წოდებული შტატები. ხო, და თან ისე წარმატებული. მაგა იცით რა არის დათოს ბევრი ვოიაჟები აქვს ის უფრო ესე ანუ მისი საზღვარგარეთ მე არა ვარ ამით განები მე ძალიან ქართველი მომღერალი ვარ და პირველი ჩვენი საერთო გასტროლი იყო ნიუ-იორკში. და ეს იყო ძალიან სიმბოლური, რომ იცით რა არის, რომ აი მან პირდაპირ ესე იგი მისთვისაც მე ჩემთვის მიჩვეული ვარ, რომ სხვა აი სახე რო ვიმღერე ერთად ნიუ-იორკში, იცით რა არის, ჩვენ მე ეს ცარიელ ადგილზე არა მოცენებულ ვარ, ჩვენ ამ რეგიონში ყოველთვის ვიყავით გამორჩეული ხალხი, რაც ხდებოდა მსოფლიოში, ჩვენ სამსოფლიოს ცენტრი ვიყავით და ფრენკ სინატრა თუ გამოდიოდა ორ დღეში ჩვენც გამოვდიოდით და არა ანუ ჩვენ არ ჩამორჩებოდით არავის და სახემ თავის დროზე იმ სოფლიოს ხელოვნებას როცა დავიწყეთ ხო ჩვენ ეს მე დათომ და პირველში მე და შალომ დავიწყეთ როცა ის გახდა პროდიუსერი ამ ჯგუფის და მეკითხებოდა რომ აი მასმენინებდა რადიოს ხუთში მასმენინებდა ბოლო მოდის ხიტებს რომელიც გუშინ გამოუშვა ვილ სმითმა გუშინ გამოუშვა ჯამიროქვაი ასეც ვიზამთ ესეც ვიზამთ და შვები უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ძალიან გვიყვარხარ ძალიან არ ვიცი წარმატებებს გისურვებთ ბევრს და დღეს ამით დავემშვიდობთ ჩვენს აუცილებლად ეს მაყურებელს და ხვალ დაგიბრუნდებით კარგად იყავით წარმატებული დღე